საზოგადოებო და საზოგადოება, რომელსაც გვიყურებს ახლა ბედიის საშუალებით, მაქვს პატივი დასკვნითი სიტყვით მოგმართოთ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება თვითმმართველობის კოდექსს, ასევე მასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, რომელიც ეხება 7 თვითმმართველ დღესდღეობით თვითმმართველ ქალაქში არჩევნების გაუქმებას, საკრებულოების გაუქმებას, წარმომადგენლობითი შესაბამისად წარმომადგენლობითი ორგანოების გაუქმებას, მერობის გაუქმებას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა იმდენად იყო სავსე თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და საკმაოდ ღირსებას მოკრებული კრიტიკით, რომ წესით სრულიად სახტად უნდა დავრჩენილიყავით ჩვენ მისი გამოსვლის შემდეგ. თუმცა ალბათონო ანა, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე და შესაბამისი ეთიკის სტანდარტები უნდა დაიცვათ. რაც შეეხება შეურაცხყოფებს, მაგალითები უნდა მოიყვანოთ ამესმონებრივი. ხო, გააგრძელოთ. თუმცა ჩვენ იმდენად ვართ მიჩვეული მსგავსი ტიპის დისკურსს აქეთან კონკრეტულად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ბუნებრივია არაუყვებით ამ ცდელობაში, ისევ არღვევთ ეთიკის სტანდარტებს. საჯარო მოსამსახურე პოლიტიკოსებზე არ საუბრობს. თქვენ ისაუბრეთ თემაზე, იმ კანონპროექტზე, რომელიც არის წარმოადგენილი. შინაარსი ისაუბრეთ, ჩვენ გვქონდა საუბარი არგუმენტებზე, თქვენ უნდა წარმოადგენოთ კონტრარგუმენტები. ეს არის ის დისკრეცია, რაც გაქვთ თქვენ როგორც საჯარო მოსამსახურეს. თქვენ არ შემოხვიდეთ პოლიტიკურ პოლემიკაში, თქვენ არ შეიძლება შემოხვიდეთ, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე, წარმოადგენეთ არგუმენტები კანონპროექტთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხებს, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა, რომელიც არის პოლიტიკოსი. თქვენ განსხვავებით, რომელიც ხართ საჯარო მოსამსახურე. გთხოვთ თემატურად, ექსპერტულად დაასაბუთოთ ის ცვლილებები, უბრალოდ ვეტო, რომელიც არის წარმოდგენილი თქვენს მიერ. ბატონო თავმჯდომარე, შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში მე გახლავართ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი პარლამენტში. თქვენს მიერვე მიღებული კანონმდებლობით მე გახლავართ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება პრეზიდენტის მიერ. ბატონო ანა, იურისტი ბრძანდებით და ეს არ შეიძლება თქვა. თქვენ პოლიტიკური თანამდებობის პირი არ ხართ, თქვენ ხართ საჯარო მოსამსახურე. ეს არის ტყუილი. თუ არ გააგრძელებთ, თუ არ გადახვალთ თქვენ შინაარსობრივ განხილვაზე, ამ შემთხვევაში მე იძულებული ვიქნები, რომ შევწყვიტო ამ ვეტოს განხილვა და გადავიდეთ შემდეგ კანონპროექტზე. ბატონო თავმჯდომარე, თქვენივე რეფორმის შედეგად თქვენ ამოიღეთ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საჯარო მოსამსახურეთა სიის ჩამონათვალიდან. ტყუილია, ქალბატონო ანა, ტყუილია. მაშინ ჩავხედეთ იურისტი ბრძანდებით და ჩახედეთ კანონს. ტყუილია. ბატონო თავმჯდომარე, თუ მომცემ საშუალებას გავაგრძელებ შინაარსობრივ საუბარს. და ამიტომ თუ გადახვალთ შინაარსობრივზე გავაგრძელებ, თუ არა და გადავალთ მე-20 კანონპროექტზე. დიახ. შინაარსობრივ საუბარზე გადავალ არა, ბატონო სერგო, თქვენ გაგცემთ პასუხს. ბატონო სერგო, მომისმინეთ. ბატონო სერგო, საჯარო მოსამსახურე რო პოლიტიკოსთან არ შედის პოლემიკაში, ეს არის ანაბანა პოლიტიკის თეორიის. არა, საჯარო მოსამსახურე საუბრობს. მან უნდა ისაუბროს კანონპროექტთან დაკავშირებით. ქალბატონო ანა, თქვენ ისაუბრეთ შინაარსზე, თუ ისაუბრებთ შინაარსზე, შეგიძლიათ გააგრძელოთ. თუ პოლიტიკური გამოსვლებით გააგრძელებთ, ამ შემთხვევაში სხვანაირად გავაგრძელებთ. ბატონო თავმჯდომარე, შეგახსენებთ, რომ მე საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენ საქართველოს პრეზიდენტს. მე დაუბრუნდები შინაარსობრივ განხილვას, რასთან დაკავშირებითაც სწორედ მქონდა სურვილი, მაგრამ არ შეიძლებოდა არ აღმეღნიშნე, როგორც მოქალაქეს, როგორც სახელმწიფო მოხელეს, ისევე როგორც თქვენ ბრძანდებით საჯარო სამსახურის კანონმდებლობის მიხედვით, რომ მსგავსი ტიპის შეურაცხყოფელი საუბარი არ უნდა იყოს განუყოფელი ნაწილი ჩვენი პოლიტიკური დისკურსის. ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია. გავაგრძელოთ საქმეზე. ჩვენს წინაშე არის წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობა ერთმევა 7 თვითმმართველ ქალაქს. მართლაც და ანაბანა დემოკრატიის, რომ